საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი პოლიტიკური ток-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ წარმოგიდგენ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი წერეთელი და World Vision საქართველოს წარმომადგენლობა ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი თემა რომლის შესახებაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მე მგონი არის საკმაოდ სერიოზული საკმაოდ მტკივნეული და ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი გაიხსნა დღეს ქუთაისში, თუ არ ვწდები, კონკრეტულად სახელწოდება შემისწორეთ. და თუ რას გულისხმობს ეს ცენტრი, ვის მოემსახურება, რა კატეგორიის ბავშვებს, იმიტომ რომ ბავშვებია გათვლილი. კაპიტან მარი, თუ შეიძლება ამის შესახებ რომ გითხრათ. სიამოვნებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა იმერეთს და ქუთაის სტუმრობისათვის და მსგავსი აქტივობისათვის ასეთი ცენტრის გახსნის საშუალება რომ მოეცა სახელმწიფოს მე მინდა ცოტა უფრო დიდი ექსკურსი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე 2002-5 წლიდან ქვეყანაში დაიწყო ბავშვთა ზრუნვის რეფორმა ანუ ეს რეფორმა მოიცავდა ბავშვების კანონიერ უფლებებს მათ ინტერესებს ეს იყო სწორედ იმ ბავშვებზე მიმართული რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ძალიან დიდ ბავშვთა სახლებში და რეალურად რეფორმა მოითხოვდა ბავშვებისათვის შეგვეთავაზებინა მათი ჭეშმარიტ ინტერესის გათვალისწინებით მათზე მორგებული სერვისები. დიდი ბავშვთა სახლები თავისთავად ეს გახლდათ ოსწავჭოთა დროინდელი გადმონაშთი, სადაც არანაირ ბავშვზე ზრუნვა არ ხდებოდა ინდივიდუალურად მის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი იყო. ასეთი დაწესებულებები თავისთავად ძალადობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ კარგ ნიადაგს წარმოადგენს და აი ამ რეფორმის ფარგლებში დაიწყო ბავშვების და ოჯახების შეფასება, თითოეული ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა და რასაკვირველია სახელმწიფოს ძირითადი მიზანი დღემდე გახლავთ ის რომ გაძლიერდეს ოჯახები, არ ყავდეს სხვადასხვა ზრუნველობის ფორმაში ბავშვები იყვნენ თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებთან და რასაკვირველია კიდევ ბავშვები რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ ესენი კიდევ უფრო ორჯერ მეტად რისკის ქვეშ ყოფი ბავშვები არიან. განვითარდა ალტერნატიული სერვისები ამ პერიოდში არსებული კონტინგენტის ნახევარზე მეტი თითქმის ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა თავიანთი სხვადასხვა ბენეფიტებით, ხოლო ნაწილს შეეთავაზა უფრო თანამედროვე ოჯახთან მიახლოვებული სერვისები, ეს გახლავთ მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობითი აღზრდა, ქუთაისში ჩვენ გვაქვს და იმერეთის რეგიონში მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც როგორც ქუთაისში, ასევე ზესტაფონშია, ხონშია და სხვადასხვა ადგილებში და მინდობითი აღზრდა ეს გახლავთ ოჯახში ბავშვების განთავსება, ეს ის ბავშვები, რომლებიც ზრუნველობა მოკლებულები იყვნენ. რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში ეს წარმატებული ნაწილი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე, იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ რეალურად დარჩნენ ბავშვები, რომლებიც ამ სერვისსაც არ ერგებოდნენ, ასე ვთქვათ, ამ ახალ სერვისებს, იმიტომ რომ ეს იყვნენ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ქუჩაში და რეალურად მათი დანახვა ამ რეფორმას გაუჭირდა. ამის შემდგომ დადგა საკითხი, რომ საჭირო იყო განსაკუთრებული სპეციალიზირებული სერვისის შექმნა ამ ბავშვებისთვის, მაგრამ სერვისი სანამ განვითარდებოდა თავისთავად ამას ჭირდებოდა გარკვეული კონცეფციის შემუშავება, გარკვეული მიდგომების განსაზღვრა და მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ მთლიანად ეს ამ პროცესში რასაც ახლა მე თქვენ გიყვებით დღემდე, ეს არის ის სფერო, სადაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ერთმანეთთან და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად 2012 წლის ზაფხულიდან ევროკავშირის დაფინანსებით დონორი იყო ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით დაიწყო ახალმა ინიციატივამ ეს არის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამა მუშაობა რომელიც 2014 წლიდან უკვე გაჩნდა სრულიად სახელმწიფო აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა გაჩნდა სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვების ზრუნვის პროგრამაში ეს სერვისი და განვითარებას თავისთავად ვითარდება თუ ჩვენ შარშან გვქონდა თბილისში სერვისი რომელიც არის სხვადასხვა მომსახურებებს თავაზობს ბავშვებს
დღეს უკვე აუცილებელი და საერთოდ ამ კონცეფციის და ამ ხედვების გათვალისწინებით გაიხსნა დღის ცენტრი და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი ქუთაისში, რომელიც ასევე არის ქუჩაში ცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის გაკუთვნილი. კარგით, ქალბატონ მარი, თბილისში უკვე გვაქვს ჩვენ ამის მაგალითი, როგორ მუშაობს საინტერესოა, რა კატეგორიის ბავშვები მოვიდნენ ამ ცენტრში, დაჭირდათ თუ არა მათ დაუშვათ იძულებით მიყვანა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ამ ბავშვების ფსიქოლოგია, ძალადობა ახსენეთ თქვენ და ამის შესახებ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ. როგორ მოხდა ეს თანამშრომლობა თქვენსა და ბავშვებს შორის? მოდით ახლა დავიწყოთ იქიდან, რომ მთელი არსი და თავარი კონცეფციის თავარი აზრი გახლავთ ის, რომ თავისთავად ჩვენ ვართ წინააღმდეგი ძალადობის, როგორც ის სტრუქტურები, ვინც ბავშვებზე მუშაობთ, ჩვენი მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი დაძალება თავისთავად წარმოუდგენელი. თუმცა კი მე მინდა გითხრათ, ეს არ არის ხა ქალბატონი მაია გახლავდა ექსპერტი ბავშვთა ზრდის საკითხი, არა მარტო საქართველოს ძალიან დიდი მასშტაბის და ასე რომ ქალბატონი მაიას დამერწმუნება, რომ ამ კატეგორიის ბავშვები არც ერთ ბავშვზე ძალადობა არ შეიძლება. არანაირად, მაგრამ მით უმეტეს ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩაში. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა. ეს კატეგორია, რომელთაც პრაქტიკულად ყველაზე რთული და პირველი ნომერი ამოცანა ამ ბავშვებთან კონტაქტისა გახლავთ მათი ნდობის მოპოვება. ეს არიან ბავშვები, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ცხოვრებაში გამოვლილი, ეს იქნება ოჯახში თუ ქუჩაში, მათი ცხოვრების პერიოდში და რეალურად თუ ჩვენ ნდობაში არ შემოვიდნენ, თუ ისინი არ დავაინტერესეთ და არ მოვანდომეთ, არ ვანახეთ, რომ ქუჩის გარდა აქვთ მათ სხვა ალტერნატივა. ეს არიან ბავშვები, რომლებსაც უნდათ, მაგრამ გონიათ, რომ მათთვის ის არ არის მისაღწევი, რაც სხვა ბავშვებს აქვთ. მათ გონიათ, რომ ისინი არიან საზოგადოების მხრიდან არიან ეს ბავშვები სტიგმატიზებული და მათთვის რაღაცები მიუწვდომელი. სწორედ აი ამაში უნდა დავარწმუნოთ, რომ ესენი ისეთივე ბავშვები არიან, რომ მათ უფრო მეტი ტკივილი დაჭრილობა აქვს და ეს უნდა მოვეხმაროთ, რომ დაძლიონ, არა დავავიწყოთ თავისთავად, დავეხმაროთ, რომ დაძლიონ, განავითარონ თავიანთი ინდივიდუალური უნარები, რაც აქვთ და მივიყვანოთ იქამდე, რომ ისინი გახდნენ საზოგადოების სოციუმის სრულფასოვანი წევრები. დიახ, ეს არის ძალიან რთული საკითხი. ძალიან რთული საკითხი. დიახ, და ამიტომ შეგეკითხოთ სწორედ, რომ აი როგორ მოახერხეთ და ამჟამად გარკვეული კატეგორია უკვე არის თქვენთან, ხო, ცენტრში. და თუ კი რამოდენიმე მოვიდა უკაცრავად, ისინი აუცილებლად მიაწვდიან ინფორმაციას, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს. თავისთავად, ამაზეც არის სწორედ ეს გათვლილი. მომსახურება არის სამეტაპიანი, სამდუმიანი, ასე ვთქვათ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ეს გახლავთ მობილური ჯგუფები არის ასეთი, რომელიც შედგება 4 თანამშრომლისაგან, ერთი არის მწყოვლი მობილური, იმიტომ რომ ეს ადამიანები მანქანით დადიან ქალაქში და ამყარებენ კონტაქტს ასეთ ბავშვებთან, გახლავთ ფსიქოლოგი, არის სოციალური მუშაკი და არის თანაბარ განმანათლებელი. აი ეს 4 მულტიჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ადგილზევე ხდება სერვისის მიწოდება, ადგილზევე ხდება ყველა იმ მიმართულებაზე მუშაობა, რომელთაც შეიძლება რომ ბავშვი დავაინტერესოთ, რომ მოვიდეს ჩვენამდე. თანაბარ განმანათლებელზე სულ ყველგან ხარს უსვამდა, ეხაც გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი რგოლი ამ ჯგუფისა. ეს არის ადამიანი, რომელმაც გამოიარა ქუჩის ცხოვრება, რომელმაც იცის იმ ენაზე საუბარი, რომელმაც იცის ამ ბავშვებს რას ტკივათ და რანაირად შეიძლება დაელაპარაკოს, რომელმაც მოახდინა თავის. ეს არის ძალიან კარგი ფორმა, ალბათ არის აპრობირებული უკვე და ჩვენ გამოვიყენეთ დავნერგეთ საქართველოში, ხო? ქალბატონმა უფრო დაწვრილებით გესაუბრება და აი იმ განვლილ გზაზე, რაც დაუშვათ როგორ მოვედით აქამდე, მე უფრო დღევანდელ დღეზე ვისაუბრებ, რომ არ გავმეორდეთ ერთმანეთს დუბლირება არ მოვახდინოთ. და ამის შემდგომ ვცდილობთ, თუმცა კი მობილურმა ჯგუფმა დღეს რომ ბავშვი ნახა, სულაც არ არის აუცილებელი, რომ თვალის ბავშვი იმავე ადგილზე არ დაგვხვდეთ. თავიდან როცა ეს პროგრამა დაიწყო თბილისში, იყო ასეთი ზარები, რომ აი დაბრეკე და კიდევ იგივე ადგილზე არის. მე კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ძალადობრივი მეთოდები, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომ მივალთ იქ ჩავსვამთ მანქანაში და გადავიყვოთ სადღაც ისეთ ადგილზე. შეიძლება ეს ბავშვი მეორეჯერაც დაგვხვდეთ, მაგრამ სწორედ ჩვენი მიზანია, რომ დღის ცენტრში რომ მივა, მაგ ისე მოუნდეს, ისე მოეწონოს, არ მივიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეა და მას
სცივა, არამედ იქ სხვა აქტივობები იყოს, რომელიც დაინტერესებს მას, რომ ვიდრე ქუჩაში გავიდეს, იყოს უფრო ხანგრძლივად. თავისთავად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადღაც მათზე ვიღაცა ზრუნავს და არის კარგი გარემო, ეს ძალიან სწრაფად ვრცელდება. ქალბატონი მაიას ორგანიზაცია გახლავთ ერთ-ერთი ისეთი ძლიერი პარტნიორი, რომელიც სხვა პროგრამებშიც ჩვენ ერთად თანამშრომლობთ და სწორედ ქუჩაში ცხოვრება და მომუშავე ბავშვები ძალიან დიდ სერვისებს სწორედ World Vision საქართველოს გვაწვდის ქუთაისში ის არის მომწოდებელი. აი ქალბატონი მე უფრო ზუსტად გეტყვით როგორ ხდება ბავშვები, როგორ ეცნობიან რას აკეთებენ ინტერესში და ასე. კარგით, დიდი მადლობა. ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი ხდება ქუთაისში და უკვე მეორე ქალაქში. მე იმეც ვიტოვებ, რომ ალბათ განხორციელდება არაერთ ქალაქში, იმიტომ რომ ბავშვებზე ზრუნვა ალბათ პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანებს ყოველდღიურად, ძალიან გვიჭირს, ძალიან გვტკივა, მაგრამ სიტყვები ჰაერში რჩება და მთავარია, რომ მოქმედება განხორციელდეს და ძალიან კარგი, რომ ეს ქმედება უკვე ხორციელდება. პირველ რიგში ალბათ საინტერესოა, სად არის ეს შენობა, ინფორმაცია რომ მივაწოდოთ, ყველას ვისაც აინტერესებს ეს საკითხი, ვინ ჩაერია იმაში, რომ შენობა ყოფილიყო ალბათ აღჭურვილი ყველაფერი იმ სერვისით, რაზეც არის გათვლილი დღის ცენტრი და იქ მუშაობა ბავშვებთან მიმართებაში და ასევე ძალიან საინტერესოა ალბათ ქუთაისში, რადგანაც დღეს ჩვენ ქუთაისზე ვსაუბრობთ, სტატისტიკა როგორია. მოგესალმებით, ქალბატონო მარი, დიდი მადლობა და პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ამ პრობლემაში, რომელიც ძალიან კომპლექსურია, კერძოდ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სოციუმში ინტეგრაციის საკითხებში, ეს თანამშრომლობა გახლავთ ძალიან ახალი იმ თვალსაზრისით, რომ იყო ადრე ძალიან მრავალი ინიციატივა, მომხდარიყო ამ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ იყო ერთიანი ინიციატივა, სადაც სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დღესდღეობით გახლავენ წარმოადგენენ ასევე ქუთაისში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის სახით და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში World Vision საქართველოს წარმომადგენლობის სახით ერთობლივად ახორციელებენ მიზანმიმართულ სტრუქტურირებულ პროგრამას ამ ბავშვების სოციუმში ინტეგრაციის მიზნით. ქუჩის ბავშვთა ფენომენი საკმაოდ კომპლექსურია, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, კერძოდ ეს გახლავთ პრობლემის არა გამომწვევი მიზეზი, არამედ შედეგი. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის გამოძახილი სწორედ იმ მრავალწლიანი სოციალურ-ეკონომიკური ფონის თუ დისფუნქციის, რომელიც აი ვთქვათ ზოგიერთ ოჯახში შეიძლება უფრო მეტად დომინირებდეს. ეს არის პრობლემა, რომელსაც არ გააჩნია საზღვრები, რომელსაც არ გააჩნია ეთნოსი, რომელსაც არ გააჩნია ლოკაციის ადგილი, ეს არის ფართოდ ფესვგადგმული ფენომენი. საქართველოში სამწუხაროდ ეს ყველაფერი ვიტყოდი სამწუხაროდ, იმიტომ რომ 90-იანი წლების შემდეგ მოხდა ამ ბავშვების პოპულაციის მომრავლება. ალბათ ეჭვგარეშეა, რომ ეს ყველაფერი განაპირობა იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა და ჩვენ დღეს უკვე ვებრძვით ამ ყველაფრის შედეგს, რომელიც წლების განმავლობაში ვთქვათ აქამდე მოვიდა. უნდა ვისაუბროთ ასევე იმაზე, რომ რატომ თბილისის შემდეგ ქუთაისი. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს, როდესაც ჩატარდა კვლევა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ფედერაცია გადავარჩინეთ ბავშვების მიერ, სწორედ ამ კვლევაში დაფიქსირდა, რომ ქუჩის ბავშვთა პოპულაციის მიხედვით სიდიდით მეორე ქალაქი სწორედ იყო ქუთაისი. ანუ რა თქმა უნდა სხვა ქალაქებშიც არის ეს პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ალბათ ქალაქის სიდიდიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქის შემდეგ ქუთაისს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, გარკვეულწილად ეს ბავშვები სისტემატურად მიგრირებდნენ ქუთაისშიც, ისევე როგორც თბილისში იყო მათი შესამჩნევი რაოდენობა. სწორედ ამიტომ როგორც ქალბატონმა მარიმ გვითხრა, როდესაც თბილისში ჩვენმა ორგანიზაციამ World Vision-მა ასევე ორმა სხვა ორგანიზაციამ საქართველოს კარიტასმა და ბავშვი და გარემო პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამინისტროსთან ერთად განახორციელეს სერვისების მოწოდების დაწყება, სწორედ უკვე გამოიკვეთა იმის საჭიროებაც, რომ ქუთაისშიც ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში გაგვეხსნა მობილური სამსახური და ასევე დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი. ეს ცენტრი არის განლაგებული ქუთაისის ცენტრალურ უბანში, ეს 26 მაისის ქუჩა გახლავთ და შესაბამისად ბავშვებისთვის იქ ყველანაირი პირობა არის შექმნილი. შენობა ჩვენ გადმოგცა ქალაქ ქუთაისის მერიამ უსასყიდლოდ დაგვითმო აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, გაფორმდა მემორანდუმი შრომის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის სამინისტროს სოცმომსახურების
მომსახურების სააგენტოს, World Vision საქართველოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ქალაქ ქუთაისის მერიას შორის, რამაც დაარეგულირა ჩვენი ურთიერთობის სამართლებრივი მხარე და შესაბამისად ამ შენობის გარემონტება და აღჭურვა უკვე მოხდა პროექტის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელიც გახლავან ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი და ასევე მოხდა თანამშრომელთა გადამზადება, ვინც იქნენ შერჩეული მაღალკვალიფიციური სატრენინგო პროგრამით ჩვენი ორგანიზაციის მიერ მე თავად ვუძღვებოდი ამ პროგრამას ქალაქ ქუთაისში და ასევე აღსანიშნავია რომ ჩვენ უკვე თბილისში არსებული მობილური ჯგუფის თანამშრომლები გამოვიყენეთ როგორც ტრენერები აღნიშნულ კომპონენტში, შემდგომ მათ გაიარეს ქუთაისის თანამშრომლობრივი პრაქტიკული სწავლების ეტაპი ქალაქ თბილისში როგორც ცენტრში, ასევე მობილურ სამსახურთან ერთად. ანუ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივი იყო იმისათვის, რომ ჩვენ შევთავაზოთ ხვალ უკვე ხარისხიანი მომსახურება ამ ბავშვებს. ძალიან არ მინდა რომ ამ ყველაფრით ჩვენ შევქმნათ ის ილუზია, რომ ეს პრობლემა გადაჭრილი აღმოიფრება რაღაცა გარკვეული პერიოდისგან გამომდინარე, თუნდაც იმიტომ, რომ წლები დასჭირდა ამ პრობლემის გაჩენას და გამწვავებას და შესაბამისად ეს ზიანი, რომელიც მიიყენდა ალბათ ამ ბენეფიციართა ამ ჯგუფისათვის, იმდენად დიდი არის, რომ ხშირად კითხვაც კი დავუსვამ ჩემთვის, რომ რა დროს სჭირდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვის რეაბილიტაციას. მე ამ დროის განსაზღვრას ვერ მოვახდენ, ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ გააჩნია სადაც ჩვენი საწყისი პუნქტი, რომელ ეტაპზე ვიწყებთ, არის ეს ბავშვი 2 დღის გამოსული ქუჩაში თუ 10 წელია ის ქუჩის ცხოვრებას ეწევა. აქედან გამომდინარე, როგორც ქალბატონმა მარიმ გითხრა, ჩვენ ვიცით აბსოლუტურად რომ მათი რაიმეზე წოლით მომსახურების სისტემაში შეყვანა ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში მობილური სამსახური მუშაობდეს ბავშვთან და მხოლოდ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოს მასში იმ სურვილმა რომ მივიდეს ცენტრში და ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის რომ შევინარჩუნოთ ის ნდობა რომელიც ჩნდება. ამისი რეცეპტს მე ვერ შემოგთავაზებთ ისევე როგორც ალბათ ვერც ერთი ადამიანი ვინც ამ სფეროში კარგად არის ჩახედული და შეიძლება ჩვენი ფუნქციაც სწორედ ამაში მდგომარეობს რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მათ მხრიდან სურვილი იმისი რომ ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა გააგრძელოს. დავანახოთ მათი ალტერნატივა, რამაც შეიძლება რომ ისინი საზოგადოებაში დააბრუნოს. არსებობს ასეთი ალტერნატივა. მე მესმის რომ მათი გადამზადება მოხდება ჯერ შეჩვევა, გასაგებია. შემდეგ უკვე იმ სერვისების გათვალისწინება, მაგრამ ქუჩას რომ მოვწყვიტოთ, ეს ბავშვები არის ის კატეგორია ძალიან ბევრი, რომლებიც ოჯახებს არჩენენ, ხო? არის კატეგორია, რომლებიც არ არჩენენ ოჯახებს, ალკეულ პიროვნებებს არჩენენ. მოდით ხმამაღლა ვთქვათ და ეს არ არის უკვე დამალული და მათ ყავთ გარკვეული ზედამხედველი, თუნდაც მშობლის სახით, გარე პიროვნების სახით. როგორ აპირებთ თქვენ ამ ადამიანებთან ურთიერთობას? გასაგებია, რომ ბავშვს შეიძლება კონდეს ძალიან დიდი სურვილი თქვენთან მოსვლისა და მოვიდეს კიდეც, მაგრამ მეორჯერ უბრალოდ ვერ გაბედოს. ეს თუ არის გათვალისწინებული? ძალიან კარგი შეკითხვა არის და სხვათა შორის ალბათ ერთ-ერთი მწვავე ბარიერიც ჩვენი ურთიერთობისა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან. როგორ ვახერხებთ? მინდა გითხრათ, რომ არის გარკვეული შემთხვევები, სადაც ამას ვახერხებთ და არის შემთხვევები, სადაც ამას ვერ ვახერხებთ და ესეც უნდა ვაღიაროთ. ვახერხებთ იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ მშობელსაც დავანახებთ იმ დადებით მხარეს, რაც შეიძლება რომ მისი შვილის პროგრამაში ინტეგრაცია მოიტანოს. მაგრამ თუ კი მშობელს აინტერესებს მხოლოდ ფინანსური მხარე და სხვა არაფერი, არის ასეთი გარკვეული კატეგორია, ხომ ამ შემთხვევაში რა ხდება? მოდით პირველი შემთხვევა მე შეგაწყვეტინეთ და შემდეგ უკვე მეორე შემთხვევა განვეთქვით. კი ბატონო, ამ შემთხვევაში, როდესაც მშობელს აქვს ფინანსური დაინტერესება, ჩვენი ვალი არის, ანუ პროგრამის ვალია ზუსტად ის, რომ ვთქვათ, იმუშაოს მშობელთან ეტაპობრივად, ეს არ ხდება ერთ დღეში. ანუ ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული შეთავაზება მშობლების ჩვენ ოჯახებთანაც მუშაობთ, აქ არ არის მხოლოდ მუშაობა ბავშვზე, იმიტომაც არის რომ სწორედ კომპლექსურად მიმდინარეობს მუშაობა და შეიძლება დროში ეს პროცესი საკმაოდ გაწევლილადაც კი მოგეჩვენოს, მაგრამ ერთჯერადად რომ მშობელი გვეტყვის, არა, შემდგომ ჩვენ ვცდილობთ რომ ვთქვათ იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოწესრიგებული, შევთავაზოთ რომ იქნებ ღირდეს ჩვენთან თანამშრომლობა. ჩვენ მშობელსაც ვაჩვენებთ ჩვენთან თანამშრომლობის დადებით მხარეებს. თუ მშობელი
წლის რესურსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩავრთოთ რაიმე ტიპის გრძელვადი ამ პროგრამაში ან გადამზადებაში, ამასაც ჩვენ აუცილებლად თვითვალისწინებთ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მშობელი არანაირად არ თანამშრომლობს, ჩვენ ვიცით, რომ ის არის რისკი ბავშვისათვის, აბსოლუტურად ვაცნობიერებთ ამას და შესაბამისად მე უკვე სახელმწიფო სამსახურები იწყებენ შესაბამის მოქმედებას. Холод ეს ხდება იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ ვიცით, რომ ვისაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ამ შემთხვევაში მშობლის უფლების შეზღუდვაზე ან თუნდაც ჩამორთმევაზე ჩვენ ვერ ვმუშაობთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი იურისდიქცია ამ ადამიანებზე უბრალოდ არ ვრცელდება. და რა ხდება მაშინ? მოდით ეს სიტყვას მე დავამატებ აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ მაიას. თვითონ საკითხი იმასთან დაკავშირებით, ჩვენ მუშაობთ ბავშვთან არ აქვს მნიშვნელობა რა კატეგორიის ბავშვთან მუშაობთ. აუცილებლად მნიშვნელოვანია მისი ოჯახის და მისი გარემოს შეფასება და შესწავლა. თავისთავად ქუჩაში ცხოვრ და მომუშავე ბავშვების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მუშაობთ ოჯახთან ასეთის არსებობის შემთხვევაში. გქონიათ ასეთი მაგალითები, ქალბატონომერი? აი მაგალითად ახლა მე რახან აქ მოვდიოდი პატარა სტატისტიკას წარმოვიღე 2014 წლიდან დღემდე არსებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რასაც ჰქვია გადავიყვანეთ 12 ბავშვი მინდობით აღზრდაში, 5 მცირე საოჯახო ტიპის სახლში არსებობს კრიზისული დახმარების პროგრამა ბავშვიანი ოჯახებისათვის, რომელშიც 40-მდე ოჯახი მოხვდა ასეთი ქუჩაში ცხოვრ და მომუშავე ბავშვებისა, თუმცა კი ეს პროგრამა ძალიან ბევრი ოჯახს დაეხმარა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი მე ვამბობ კიდევ ერთხელ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არსებობს ფონდი, რომელიც აკარა სამთავრობო სექტორში ამთავრებდა სოციალური დახმარების, რომელიც უფრო მყისიერად და სწრაფად გასცემს დახმარებას. თავისთავად, თუ ოჯახი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათთან ვიმუშაოთ, მათ გააცნობიერონ ის პრობლემა, რა პრობლემაც აქვს, დაგვანახონ რა უჭირთ და სად შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, რომ ბავშვი დაბრუნდეს ოჯახში. როგორ არა ქონია შემთხვევები, რომ ქუჩაში ცხოვრები ბავშვები სკოლაში მისულან და დაუწყიათ სკოლაში სიარული. იმიტომ რომ ოჯახს საჭმელი არ აქვს, ამიტომ იყო გამოსული და სწორედ აი დღის ცენტრში სიარულმა მას მისცა საშუალება იმისა, რომ ორჯერად იყვება ერთი სამკომპონენტიანი ასეახო მიიღოს. ქონია როგორ არა, მაგრამ რასაკვირველი არის შემთხვევები, როდესაც რთულია ძალიან. მე არ მინდა თქვენ წარმოიდგინოთ, რომ დღეს რომ მივედი ოჯახში და ასე ლამაზად მოვუყევით რაღაცებს, მათ მაშინათვე გაიგეს, ამას დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, არც წარმომედგენია, დიახ, მე ვიცი ეს როდესაც ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში არსებობს ბერკეტი, სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ მოხდეს ასეთი მშობლის უფლების ჩამორთმევა ან შეზღუდვა. მე მინდა კიდევ ერთ ნიუანსს გავუსვა ხაზი, ქალბატონ მაიამაც ახსენა, რომ სწორედ აი იმ ნიშაში, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ქუჩაში ცხოვრები და მომუშავე ბავშვები ძალიან ბევრია. არასაქართლოს მოქალაქე ბავშვები, რომლებთან მიმართაც გარკვეულ საკანონმდებლო ნაბიჯებს ვერ ვდგავთ, თუმცა კი მე ეს რაზეც ისაუბრა ქალბატონ მაიამ და საინტერესოა მაშინ როგორ ყველა ბავშვია ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ის რომელია მოლდაველი ეთნოსის არის თუ აზერბაიჯანელი ქურთი, რომელიც ძალიან დიდი ნაწილია ამ ქუჩაში ცხოვრებ მომუშავე ბავშვებისა, სწორედ ესენი არიან. ჩვენ სერვის ყველასთანაბრად ვაწოდეთ, რასაკვირველია სტიგმატიზებას არ ვაკეთებთ, რომ რახან საქართველოს მოქალაქე არ ახარ შენ არ უნდა მიიღო ეს სერვისი, მაგრამ შემდგომი განვითარებისათვის, იმისათვის, რომ რაღაც შორეული რეზულტატები მივიღოთ, ეს თავისთავად პრობლემას ქმნის. ბავშვი, რომელიც ოჯახს გადმოყავს, საფრთხეში ერთხელ კვეთავენ აზერბაიჯანელი ქურთების საზღვრო რეჟიმი არ დაირღვეს და გაყავს, თავისთავად ისრულად ვერ მიიღებს ამ პაკეტს, ის რომ ბავშვი უნდა ჩავრთოთ განათლების სისტემაში და არსებობს სპეციალური მულტიდისციპლინარული ჯგუფები განათლების სამინისტროში, რომლებთან ჩვენ ძალიან წარმატებულად მუშაობთ, აფასებენ და თუ ბავშვი იძლევა მისი აკადემიური განათლება ისეთი არის, რომ სულ ცოტა რაღაც ინკლუზიურ განათლებას ჩაერთოს, თავისთავად თუ არა და სწორედ აი დღის ცენტრია ის თავარი ადგილი, სადაც არაფორმალური განათლება და სხვადასხვა აქტივობებს ღებულობენ ეს ბავშვი. ძალიან კარგი, რა უწევთ ამ ბავშვებს? ანუ უწევთ თუ არა ღამის გათევა დღის ცენტრებში? დღის ცენტრი ქვია, ღამე უწევთ თუ არა ყოფნა, საინტერესოა. დღის ცენტრის და ასევე თქვით გაცემის დასაწყისში, რომ იყო ასეთი შეკითხვაო ჩემი მისამართითო, რამდენ ხანში შეიძლება დაუშვათ მოხდეს აი ამ ბავშვის სრული ინტეგრირება საზოგადოებაში და ამ
ვერ დავასახელებდი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ საინტერესოა ეს პროექტი ზოგადად რამდენხნიანია, იმიტომ რომ დავიწყეთ, შესაძლოა და ვერ მოვასწარით დასრულება, ხო? ეხლა როდესაც საქმე არ არის დაწყებული, მე ისე არ გამომივიდეს, ჩვენ არაფერს არ ვსაუბრობთ, ძალიან გვტკივა, ხშირად ვიმეორებდით, რომ ქუჩაში ბავშვები არიან, რა ეშველება ამ ბავშვებს და ახლა დაიწყო ეს საქმე და შეკითხვები გაჩნდა. ბუნებრივია ეს შეკითხვები, ალბათ უნდა იყოს. დიახ. მოდით მოვახდინოთ დიფერენციაცია ამ შეკითხვას შორის. ხო, პირველი შეკითხვა თქვენი იყო, დღის ცენტრში რჩებიან თუ არა ბავშვები ღამე. დღის ცენტრში ბავშვები ღამე არ რჩებიან, მაგრამ დღის ცენტრთან არსებობს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, როგორც თავად სახელწოდებაც მიგვიცითებს, სადაც ბავშვები იღებენ სადღეღამისო მომსახურებას. ეს იმ მწვავე შემთხვევების დროს, როდესაც ბავშვს ნამდვილად, ანუ არ აქვს ღამის თავშესაფარი, როდესაც ასევე ამ ბავშვზე შეიძლება ხორციელდებოდეს ის ზეწოლა, რაც თქვენ ახსენეთ და მწვავე შემთხვევები ასეთი ჩვენ არაერთი გვაქვს ქალაქ თბილისის მაგალითზე, ველოდებით რომ ასეთი იქნება ქუთაისშიც და შემდგომ უკვე მათი დაყოვნების ვადა უკვე ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე გაენისაზღვრება, თუმცა ეს დაყოვნების ვადა კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარში არის ლიმიტირებული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ცენტრები არის 30 ადგილიანი, 20 დღის ბავშვი ყავს და 10 სადღეღამისო, ქუთაისში ეს ადგილები არის 20 დღის და 5 სადღეღამისო, შესაბამისად კითხვა ხშირად მონდის რომ კი, მაგრამ ეს რაოდენობა ჩვენ ვუზრუნველყოთ სახელმწიფოსთან ერთად, რა თქმა უნდა ამ ბავშვების მუდმივი დენადობა, იმიტომ რომ მომსახურება თავის მიზანს, როდესაც შეასრულებს ამ ბავშვთან მიმართებაში, შემდგომ უკვე უნდა ხდებოდეს მისი მომზადება გრძელვადიანი ზრუნვის ფორმისათვის, როგორც ხალბატონმა მარიმ გითხრა, ამ პროექტის ფარგლებში ეს გრძელვადიანი ზრუნვის ფორმები, რასაც ჩვენ ვიცნობთ, არის ყველაზე კარგი გამოსავალი რეინტეგრაცია ბიოლოგიურ ოჯახში, თუ კი ოჯახი ხანმოკლე კრიზისის პერიოდში იყო და არ არის ეს ფესვგადგმული ზიანი ბავშვზე იქ მიყენებული და არ არის ძალადობის შემთხვევები, სადაც ეს პერსპექტივა არ იკვეთება, ჩვენ უკვე ვუზრუნველყოფთ მათ სისტემაში გადაყვანას, კერძოდ მინდობით აღზრდაში და ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ეს მომსახურება მთელ საქართველოში საკმაოდ კარგად არის უკვე განვითარებული და შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები უზრუნველყოფენ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე მის იმ მომსახურების ტიპში ინტეგრაციას, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის ინდივიდუალურ საჭიროებას მოცემულ შემთხვევაში. ანუ ჩვენი ცენტრი არის გამტარი რგოლი, ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი ტრანზიტი ბავშვისა აი იმ საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით და გრძელვადიან მომსახურებების ფორმასთან დაკავშირების კუთხით. აი კონკრეტულად მინდა თუ შეიძლება ჯანმრთელობის კუთხით აქვს დაუშვათ რაიმე პრობლემები იმ ბავშვებს, ვინც მოვიდა თქვენამდე, ხო? აქ არის გათვალისწინებული რაიმე სახის სერვისი? დიახ. შესაქმნელი ქვეყანაში გვაქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ბავშვი, ვინც არის ამ პროგრამაში ჩართული, მას თუ აქვს მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი. მაგრამ აქ ყოფილი ბავშვების ძალიან დიდ ნაწილს საიდენტიფიკაციო დოკუმენტი არ აქვს, ეს იეცალკე პრობლემაა, იმიტომ რომ მათ ასე ვთქვათ, შთამომავლობები არსებობს, რომელთაც საერთოდ არასდროს არ ქონიათ მათ დამადასტურებელი დოკუმენტი. ამისათვის რასაკვირველი არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ისევ საყოველთაო ჯანდაცვით, როცა ნებისმიერ ადამიანს მას აქვს თუ არ აქვს დამადასტურებელი პირადობის დოკუმენტი შეუძლია მიიღოს სერვისი და ასევე მე თქვენ სათქმელს ვიტყვი თუ შეიძლება და მოხდება აღრიცხვა, ხო? ამ შემთხვევაში პირველად სერვისი და თუ კი აღრიცხვიანობა მოხდა, შემდეგ უკვე პერმანენტული სერვისის მიღება რამდენად არის გათვალისწინებული? პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და აქვს ყველანაირი მომსახურება, ასე გასაგებია. რეკლამაზე გვიწევს გასვლა, არ მინდა რომ დამაჯარი მონ, ამიტომ რეკლამაზე გავდივართ, რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, ქალბატონ მარი, მე თქვენ შეგაწყვეტინეთ, დოკუმენტთან დაკავშირებით საუბრობდით. დიახ. ანუ ის ბავშვები, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, მათ ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს დოკუმენტაცია. ესენი არიან არიან ბავშვები, რომლებიც აღნიშნეთ, რომ არიან სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები, მაგრამ არის ის კატეგორია, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მათ არ აქვთ არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამისათვის, იმიტომ რომ ეს დოკუმენტაცია მოგვეწესრიგებინა და რაღაცა ხელმისაწვდომობა ქონოდათ ამ ბავშვებს, არის მე წეგან დავიწყე ოჯახებია, რომლებსაც შთამომავლობებს არ აქვთ პირადობის მოწმობები და რეალურად ისინი საქართველოში არიან და არასადაც არ გასულან არასდროს, ამას გარკვეული დრო სჭირდება და დრო თავისთავად ამ ბავშვების ასიკეთოთ არ მიდის, როდესაც ვერ იღებენ სერვისს. ამისათვის შეიქმნა მულტიდისციპლინარული გუნდი, სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედის როგორც ჯანდაცვა მინისტროს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენ აი ამ სამუშაო ჯგუფის პერიოდში ალბათ ძალიან მალე მივიღებთ დოკუმენტს, კანონს, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ასეთ მიუსაფარ ბავშვებს დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შევქმნათ, რომელიც გარკვეული ვადით იქნება, ეს ის პერიოდი იქნება, რა დროშიც შესაძლებელი არის ამ ბავშვების ძირითადი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება და აი ამ დროებითი საიდენტიფიკაციო მონაცემებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სერვისების ჩართვა. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი არის აი თქვენი კითხეთ ჯანმრთელობა. არის შემთხვევები, როცა ჯანმრთელობის გარდა აი რაღაც ძალიან სწრაფი კრიზისული საჭიროება არის, გარდა იმისა, რაც პროგრამები აქვს სახელმწიფოს, ასევე პროგრამის ფარგლებში არსებობს ფონდი სოციალურ აღნიშნე კიდევაც, რომელსაც სწორედ აი არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად განკარგავს აი ამ თანხებიდან და ძალიან უფრო ბევრად უფრო მოქნილი ქმედითია და ადგილზევე ეხმარება. ფონდის პირობებში სხვათა შორის ასევე რომ არ დაიკარგოს ჩვენს მიერ განხორციელებული ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მარტო ჯანდაცვის საჭიროებას უზრუნველყოთ, ეს გარდამავალ პერიოდში იქამდე სანამ მოხდება ამ ბავშვთა საიდენტიფიკაციო დროებითი საბუთის მინიჭება, არამედ ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ოჯახებსაც იქ სადაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავსვა არ იკვეთება ბავშვზე ძალადობის შემთხვევები ვუფინანსებთ ბინის ქირებს მაგალითად იმ შემთხვევაში თუ საცხოვრისის პრობლემის გამო არიან ისინი ქუჩაში მოგეხსენებათ რომ თავარი რასაც სოციალური მუშაკი აკეთებს ეს არის რომ კვეთს პრობლემის საფუძველს ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში რატომ არის ბავშვი ქუჩაში როცა ამაზე საბაზისოდ ასე ზოგადად ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით, რომ ვაერთიანებთ ამ კატეგორიებს, მაგრამ როდესაც ინდივიდუალურ შემთხვევებამდე დავდივართ, აბსოლუტური აი ეს ძირი პრობლემა ყველა შემთხვევაში არის სხვადასხვა გვარი. და იქ, სადაც ეს ძირი პრობლემა არის განპირობებული საცხოვრებელი ადგილის არარსებობით, ან თუნდაც თქვათ იმითი, რომ საცხოვრებელი ადგილის არარსებობისა და სოციალური ფონის გამო ოჯახი გამოვიდა ქუჩაში და ეს ახალი დაწყებული აქტივობაა მათთვის, აქ ჩვენ თავაზობთ ისეთი გადაჭრის მექანიზმებს, როგორც არის აი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილის დაფინანსება იმ დროს, როდესაც მშობელთან მიმდინარეობს მუშაობა, მისი გადამზადების ან დასაქმების და ეს მოხდება მანამ სანამ ოჯახი წელს წამოიდგამს. ეს არის წელს წამოიდგამს ამ აუცილებელი ასევე ოჯახის მხრიდან მოდიოდეს თანამშრომლობა და სოციალური ზუსტად ამას აფასებს, რომ ეს დედა კეთილსაიმედოობის თვალსაზრისით, ანუ განიცდის თუ არა მის ამ დრომარეობას მოიყენოს დაუშვათ ბინის ქირის გადახდა და ეს მერე გაგრძელდეს გადააყოფთ ზოგადად ანუ ხელზე ეს ადამიანები რა თქმა უნდა ამ თანხას არ იღებენ და სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე მიდის უკვე გადარიცხოთ ესეთი დეტალები რაც შეიძლება გადაცემის ფორმაც არ შეესაბამებოდეს მაგრამ თვითონ ზოგიერთ შემთხვევაში სადაც ეს არის რაღაცა გარკვეული ფესვგადგმული ცხოვრების წესი, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მშობელი არანაირი ინიციატივას არ ავლენს თანამშრომლობისას, სადაც ვხედავთ, რომ მშობელს ძალიან მინიმალურად ესმის თუ რა ზიანი შეიძლება ამ აქტივობას მოჰქონდეს მისი შვილისთვის და მეტიც მშობელი გამოდის თავად იმ როლში, როდესაც მისი მხრიდან ხდება ზეწოლა ბავშვის ქუჩაში მუშაობისა. აი, იქ არის სწორედ ის გადაწყვეტილება მთავარი, რომ სოციალური მუშაკი იღებს გადაწყვეტილებას გასცეს თუ არა რეკომენდაცია ბავშვის ოჯახიდან საბოლოო გამოყვანის მშობლის უფლების შეზღუდვის თუ შეჩერების თუ ზოგადად ჩამორთმევის შესახებ უკვე სასამართლო არეგულირებს ამ ყველაფერს. ანუ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნოთ თქვენ ერთ-ერთ კითხვაში ესეც გააჟღერეთ რომ დაახლოებით რა პერიოდს მოიცავს მაინც ეს ყველაფერი მე კიდევ ერთხელ დაგიბრუნებთ პასუხად რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური თუმცა სერვისებში ნებისმიერ სერვისში ბავშვის დაყოვნების ვადა
განისაზღვრება პროგრამით, სახელმწიფო პროგრამით და განისაზღვრება უკვე იმ აქტივობებით, რასაც სოციალური მუშაკი და მულტიდისციპლინარული ჯგუფი, თუნდაც მობილური ჯგუფის სახით მათ მიმართ ახორციელებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე, რომ ეს ყველა მომსახურება არის დროში გაწერილი, თუ ჩვენ ვიკითხავთ იმას, რომ საბოლოო ჯამში რა ვადაჭირდება ქუჩის ბავშვთა რეინტეგრაციას, რა თქმა უნდა, ეს მომსახურების ვადაზე არანაირად არ არის მიბმული. რა თქმა უნდა. ეს არის მიბმული უბრალოდ მომსახურების ჯაჭვზე და აი ამ ბავშვის ეტაპობრივად გავლაზე თელს ამ სისტემაში, რომლის გავლაც სამწუხაროდ მათ აი ეს ეტაპობრივად და ნაბიჯ უწევთ. გასაგებია, რაც შეეხება გადამზადებას, თქვენ აღნიშნეთ, რომ ტრენინგება მოხდა ჯგუფის მიერ, ქუთაისის ჯგუფისა. საინტერესოა, რა კატეგორიის პედაგოგები, ტრენერები ეყოლებათ ბავშვებს, ვინ არიან ესენი პედაგოგები არიან ძირითადად. მე რატომ ვკითხულობ? პრობლემა ზოგადად ფსიქოლოგიის ძალიან ღრმად ცოდნისა საქართველოში დგას, იმიტომ რომ ფსიქოლოგიის დეფიციტი არსებობს და ეს მე არ მithქვამს მხოლოდ არაერთი გადაცემა მქონდა ამ თემასთან მიმართებაში და ფსიქოლოგი არ ყოფნის იმდენი, რამდენიც არის საჭირო. აქ ყველაზე რთული, ყველაზე ფაქიზი და ყველაზე რთუძნელად მისადგომი ადამიანებთან გვაქვს. თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი სირთულეები გამოიარეს და ეს უნდა მოვეყრათ, რომ სურვილი გაუჩნდეთ როგორმე მოვიდნენ თქვენამდე. ამ შემთხვევაში ვინ არიან ის ადამიანები, ვისთანაც მოუწევთ ურთიერთობა? პირველი ურთიერთობა მე თქვენ გითხარით, ვინც არიან, ეს არის სოციალური მუშაკი, ეს არის ფსიქოლოგი, რომელიც გარკვეული უნარები და ტრენინგები პლუს კიდე დამატებით აი ამ მიმართულება აქვს მას გავლილი, ასეთ ბავშვთა ფსიქოლოგია და ასე ძალადობა და სხვადასხვა საკითხები აქვს გავლილი და მეორე ეს გახაწევთ სერვისის მომწოდებლები უზრუნველყოფენ ისეთი აღზრდელების, ისეთი იქაც არსებობს მულტიდისციპლინარული გუნდი, იქაც არის უკვე სერვისის სოციალური მუშაკი, რომელსაც ეს ცალკე პროფესიაა და ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ფსიქოლოგების ნაკლებობა გვაქვს, მე მინდა გითხრათ, იყო ამ სულ რაღაცა ცოტა ხნის წინ საქართველოში პროფესიონალი სოციალური მუშაკი არ იყო, დღეს უკვე ჩვენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ამ პროფესიას უშვებენ და ჩვენ ქვეყანასაც ყავს უკვე პროფესიონალური სოციალური მუშაკები და ასევე ის აღზრდელები არიან, რომლებსაც გავლილი აქვს გარკვეული ტრენინგები და იციან მათ როგორ უნდა მოექცნენ ამ ბავშვებზე რა ყველა მათგანს ასევე აქვს სამუშაო გამოცდილება მოწყობადი კატეგორიის ბავშვებთან, ანუ ჩვენთან დასაქმებული, ანუ ჩვენს ასე ვთქვათ სფეროში დასაქმებული აღზრდელები და პედაგოგები ეს არ არიან ჩვეულებრივად სკოლის პედაგოგები, ესენი არიან მათ ჩვენ ვუწოდებთ აღმოსავლებლებს, რომელთაც ევალებათ არა მხოლოდ ვთქვათ მასწავლებლის და პედაგოგის ფუნქცია შეითავსონ, არამედ დაეხმარონ ბავშვებს ფუნქციური უნარების გაუმჯობესებაშიც, რაც გულისხმობს ვთქვათ ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების განვითარებას. ამ ადამიანთა უმრავლესობა ვიტყოდი მსგავსი თუ არა ყოველ შემთხვევაში მიახლოებული კატეგორიის ბავშვებთან მაინც მუშაობდა წარსული სამუშაო ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ამიტომ ამ ხალხის შეჭრება ჩვენ ძალიან ფრთხილად მოვახდინეთ, იმიტომ ძალიან ბევრ რაღაცაზე არის დასაფიქრებელი. ადამიანი აბსოლუტურად სიმწიფეს უნდა ავლენდეს, როგორც ვთქვათ, მისი აკადემიური მზაობის კუთხით, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის კუთხითაც უნდა იყოს ძალიან მდგრადი, იმიტომ რომ ეს მოითხოვს სასწაულად ტიტანურ ადამიანურ რესურსს, რომლის დახარჯვად თვის სურვილი უნდა ქონდეს პირველ რიგში ადამიანს, თორემ მოგეხსენებათ, რომ ამ ხრივ ვთქვათ ანაზღაურება ამ სფეროში არ გახლავთ ისეთი მიზიდველი, მაგრამ ადამიანთა мотиваცია სხვათა შორის, ვინც ამ სფეროში არის ჩართული, არის საკმაოდ მაღალი. ქალბატონი მარით ამითანხმებით, თუნდაც ის სოციალური მუშაკები, რომლებიც მუშაობენ, დაუზოგავად ვიტყოდი, ყოველთვის მზად არიან იმისთვის, რომ ეს უფრო სხვა კალიბრის ადამიანები არიან, რომელთაც იმის გარდა რომ რა თქმა უნდა ეს ანაზღაურებადია და მიიღონ ანაზღაურება, კიდევ უფრო დიდი ინტერესი და мотиваცია გადაწოლის ამ ყველაფერს იმისას, რომ დაეხმარონ ამ ბავშვებს, რომ შედგნენ როგორც პიროვნებები, ვიცით და ეს მარტო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე არ არის საუბარი, ანუ იმ ყველა ბავშვზე, რომელსაც ცხოვრებამ ვერ შესთავაზა ისეთი თანაბარი და თანასწორი პირობები, როგორც თქვა ჩვენ შვილებს აქვთ, ან იმ ბავშვებს, რომელთაც ოჯახის წიაღში უფრო მეტად გაუმართლათ.
დიახ, რა თქმა უნდა, ბავშვის თემა არის ძალიან ფაქიზი, ზოგადად ნამდვილად არ მინდა თემას, დღევანდელ თემას ავწდე, მაგრამ მე ტყუილად არ მიკითხავს ვინ იქნებიან ის ადამიანები, ვისი გადამზადება მოხდა, იმიტომ რომ სკოლებშიც კი, სადაც სულ სხვა კატეგორიის ბავშვებს უწევთ წასვლა და მათ უკან დგანან მშობლები და აქვთ ის ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ნაწილს აქვთ ის საშუალება, რომ კომფორტულად იყვნენ როგორც სკოლაში, ასევე სახლში და მათ ყველა შესაძლებლობები და სერვისები გააჩნიათ, მათაც კი ჭირდებათ განსაკუთრებული მიდგომა პედაგოგებისა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ფიქსირდება ძალიან დიდი ფაქტები, ბულინგის შემთხვევებისა, შემდეგ უკვე სუიციდი და ეს ცხადია თქვენ ხართ ინფორმირებულები ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა, ის რაც საზოგადოებაში გამოვიდა და ჩვენ ეს ყველაფერი სააშკაროზე დავინახეთ, თორემ დიახ. ჩვენი მიზნობრივი ჯგუფის შემთხვევაში ეს პრობლემები არის გასმაგებული. ის რასაც თქვენ ხაზი გავუსვით, თუნდაც ბულინგის პრობლემა, იმიტომ რომ იმის გამო რომ ეს ბავშვები მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ყველა ტიპის ძალადობას, რაც კი წარმოსადგენია, მათთვის ურთიერთობის მისაღები ფორმატი და ერთადერთი ურთიერთობის ფორმატი გახდა სწორედ ძალადობრივი ურთიერთობები. ძალიან არ მიყვარს ხოლმე განზოგადება, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს ბავშვები ქუჩაში გადარჩებიან და თავს გადაირჩენენ სწორედ იმითი, რომ ისინი გამოიყენებენ როგორც ფიზიკურ ძალას, ასევე მორალურ ზეწოლას, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ადამიანი ბავშვი, რომელიც მათზე სუსტი შეიძლება იყოს ამ ორი დეტერმინანტის. იმიტომ რომ ძალადობა ყოველთვის ბადებს ძალადობას. შესაბამისად ის რომ დავანახოთ მათ მეწეღან ვახსენე ალტერნატივა. რითი შეიძლება დავანახოთ? ანუ მათ ვერ გავაკვირვებთ ჩვენ ვერაფრით. ერთადერთი ვერაფერი ცუდით. ვერაფერი ცუდით, ხო, რითი შეიძლება დავანახოთ ეს ალტერნატივა არის ის რომ ვაჩვენოთ კომუნიკაციის ჯანსაღი ფორმა. თუ რამდენად და დიდი რაოდენობით გამოვხატოთ მათ მიმართ სიტყვა. აი არ დავიღლები არასოდეს ამაზე ლაპარაკით, იმიტომ რომ ხშირად ამ კითხვასაც მისვამენ, რომ რა არის ეფექტური სტრატეგია. აქ არსებობს ეფექტური სტრატეგია, ეს არის ერთადერთი ეფექტური სტრატეგია, ეს არის აი ძალიან დიდი რაოდენობით მივცეთ მათ პოზიტიური უკავშირი და სიტყვა. იმიტომ რომ ესენი აბსოლუტურად შეიძლება ითქვას, რომ ესენი ამას არიან მოშიებულნი. და აი სწორედ ის სტიგმა, რომელიც ქალბატონმა მარიმ ახსენა საზოგადოების მხრიდან, მათთვის ეს უკვე სტიგმა კი არ არის გარე, ეს არის თვით სტიგმა. როდესაც ისინი თავიანთ თავს არ დააყენებენ და არ განიხილავენ თანასწორად იმ ბავშვებისა, რომლებიც და როდესაც მათ ეძლევათ ეს საშუალება ზოგიერთ შემთხვევაში რომ იმ ბავშვების თანასწორად მოიაზრებოდნენ, თუმცა აქაც ძალიან დიდი პრობლემებია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც და ასე შემდეგ. იქაც კი ისინი არჩევენ რომ ისევ თავიანთ თავებს უწოდონ ქუჩაში გაზრდილი, ქუჩის ბავშვი და ის რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი, რომ ქუჩა არის მათი სახლი, რომელსაც ყველაფერი მიცდა და შესაბამისად ენერგიის, რესურსის და ასე შემდეგ მომტანი. ამიტომ ერთადერთი იარაღი რითაც ჩვენ შეგვიძლია მათი რეაბილიტაცია მოვახდინოთ, ეს არის გამოვხატოთ მათ მიმართ აი ეს დიდი რაოდენობით სიტყვა. რისი გაკეთებაც უწევთ ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს აღმზრდელებს, ჩვენს სოციალურ მუშაკებს და როგორი ძნელი არის რაღაცა მომენტში, რომ თუნდაც აი ის რომ მათ აქვთ ესეთი ცხოვრება, ჩვენ გვიწევს თავშეკავება ნებისმიერ ძალიან მძიმე ისტორიები, ეცით მე ხა არ მინდა აქ რაღაცა გულის ამაჩუყებელი განცხადებები გამომივიდეს, მაგრამ ზოგიერთი ისტორია არის ისეთი მძიმე, რომ შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვფიქრე ამ თემაზე, იმოქმედოს ძალიან ცუდად და ჩვენ გვიწევს ამისი ყველაფრის გაფილტრა და თუნდაც ამ დროს თქმა იმისი, რომ იცი რა ეს ყველაფერი კარგად იქნება. ხანდახან აი ზუსტად ამ 2 და 3 სიტყვის კომბინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად იქნება ყველაფერი და შენ ცხოვრებაშიც ვიღაცა გამოჩნდება ან გამოჩნდა, რომელიც ხელს შეგიწყობს. და გამოჩნდა და მან იცოდეს და იგრძნოს ის ნამდვილად არის და ეს არის ერთი ესეთი ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი გააზრებული თუ გაუაზრებელი მოტყუებაც კი ამათზე ბევრად უფრო მძიმე შედეგს გამოიწვევს, ვიდრე დაუშვათ სხვა შემთხვევაში.
გასაგებია ბავშვები ყოველთვის გთხოვენ დანაპირების ასრულებას, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამათ აი სიტყვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებში ხასიათია რომ ზოგადად ბავშვების და ამ ბავშვების კიდევ უფრო მეტად გამძაფრებლად, იმიტომ რომ აუცილებლად ისინი კარგით, მე მესმის გასაგებია დამოკიდებულება აღმზრდელების თქვენ რა გაქვთ გეგმაში და ყველაზე მეტად ამ ბავშვებს ჭირდებათ სითბო, საინტერესოა საზოგადოება როგორ უნდა მოიქცეს, იმიტომ რომ საზოგადოება მეც მათ შორის არ ვიცი ხომ სითბო როგორ გამოვხატო ამ ბავშვების მიმართ. ჩვენ არ მოვდივართ თქვენთან ცენტრში, მაგრამ მათ მოუწევთ ისევ ქუჩაში გამოსვლა ხომ. ჩვენ ხედავთ ამ ბავშვებს და ვიცით ვინ არიან ისინი ხომ. ერთ დღეს ძალიან არ მინდა რომ უпростоრად ძალიან მინდა რომ ერთ დღეს ვერ შევამჩნიო მე ისინი იმდენად ინტეგრირებულები დიახ აღმოჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ მანამ სანამ ეს მოხდება საზოგადოება როგორ უნდა მოიქცეს სითბოდ ჩვენ ეს სიტყვა ვთქვით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმას, როდესაც მათი პატარა თითები გამოწვდილია და ფულს ითხოვენ ჩვენ იმ ხელის გულზე ფული დავდოთ, თუ უნდა დავდოთ, არ ვიცი, ამ შემთხვევაში ძალიან საკამათოა ეს თემაც, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დღესდღეობით იზიარებს იმ მოსაზრებას, რასაც გარკვეულწილად შეიძლება მეც ვეთანხმებოდე, რომ ჩვენ იმითი რომ ამ გამოწვდილ ხელში ვდებთ ფულს, კიდევ უფრო მეტად წავახალისებთ იმ უფროს ადამიანებს, რომლებიც მათ უკან დგანან, მოსთხოვენ მათ ქუჩაში გასვლა და შესაბამისად ამ ფულის შოვნა, მაგრამ ეს მოსაზრებაც არის გამყარებული იმით, რომ თუ დახმარების სურვილი გაქვს, გავუკეთე რამე ისეთი, რაც ფულთან არ არის დაკავშირებული, მაგალითად უყიდე თუნდაც საკვები პროდუქტი და მიეცი მას, მაგრამ არის მეორე მოსაზრებაც ამასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ძალიან ხშირად ვფიქრობ და გარკვეულწილად ვიზიარებ. იმ კონკრეტულ დროს, როდესაც ჩვენ ამ ბავშვებს ფულს ვაძლევთ და საერთოდ არ მინდა რომ ეს ისმოდეს როგორც მოწოდება, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიცავთ კიდევაც მათ, რომ იმ საღამოს მიიტანენ იმ ფულს და შესაბამისად წყნარად და ძალადობის გარეშე დაიძინებენ. ანუ ეს ყველა ადამიანის ცოტა ისეთი საკამათო თემა არის და აქედან გამომდინარე ალბათ მე ვერ გეტყვით. რა უნდა გავაკეთოთ? კიდევ ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ფულის პირდაპირ მიცემა ამ ბავშვების პრობლემას ნამდვილად არ აგვარებს. პირიქით შეიძლება რაღაცა ეტაპზე აღმავებს კიდეც ამ პრობლემას. და ის რომ ჩვენი მოქალაქეობრივ ვალს ვიხდით იმითი რომ იქ 20 თეთრი თუ ლარი გავიღეთ, ამას ჯობია რომ დავეხმაროთ მათ ოჯახებს სხვანაირად, დავეხმაროთ მათ სხვანაირად, თუნდაც ტანსაცმლით, თუნდაც იმითი რომ როდესაც ეს ბავშვი სკოლაში აღმოჩნდება ჩემი შვილის გვერდით, მე კი არ მქონდეს ამისი შიში და გარკვეულწილად თქვათ რაღაცა დისკომფორტი რომ ის ჩემი შვილის გვერდით სწავლობს, ამით გავუწოდო მას ხელი, როგორც მშობელმა, რომლის შვილიც მის გვერდით არის და ვაჩვენო ამით მაგალითი იმისი, რომ როგორ შეიძლება. ანუ ჩვენ ამით პრობლემას არ ვაგვარებთ. ეს უბრალოდ ჩვენ ალბათ გარკვეულწილად მეც ვაძლევ ხშირად ფულს, მიუხედავად იმისა, რომ მეც კი ვერ გადავლახე ჯერ ეს ბარიერი, მაგრამ ჩვენ მე ვიცი, რომ იმ კონკრეტული შემთხვევით მე იმას ის პრობლემა ვერ მოუგვარებ და დავიმშვიდე სინდისი, რომ იმ კონკრეტულ პირობებში რაღაცა გავიხე. გასაგებია მე იმდენად ბევრს ველოდები აი ამ ცენტრიდან, ძალიან ბევრ შედეგს ველოდები ცენტრიდან, შესაბამისად კითხვებიც აქედან გამომდინარე მიჩნდება, გადაცემის დასასრულისკენ მივდივართ, ფული ვახსენეთ და ფულთან შეხება, ეს ბავშვები გასაგებია პატარები, მაგრამ უკვე მოზრდილები, მიჩვეულები არიან ფულის შოვნას, ხომ არ გაქვთ გათვალისწინებული რაიმე სერვისი, რომ სხვა გზით ფულის შოვნა მოხდეს, ანუ იმ ასაკი რომელთათვისაც უკვე შესაძლებელია გარკვეული რაღაც დატვირთვა პროფესიული თვალსაზრისით, პროფესიის მიცემა ამ ბავშვებისთვის და შემდეგ უკვე თანხის იქედან აღება. იცით რა, თავისთავად, სწორედ აი ამ განვითარების ეტაპებზე რო საუბრობდით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ აი რაღაც საბაზისო განათლება და არის შემთხვევა, სამწუხაროდ, როდესაც ეს განათლებაც გადის უფრო ის ინკითაპლანზე, როცა დიდი ასაკის არის და საჭიროება რომ პროფესია შევძინოთ ასეთ ბავშვებს, თავისთავად ჩვენ ვიზიარებთ და მუშაობთ იმაზე, რომ რაღაც პროფესიული გადამზადება მოხდეს. განათლების სამინისტროში არსებობს პროფესიული სწავლების სექტორი, სადაც ის ბავშვები, ვისაც ინკლუზიური, ანუ სპეციალური განათლების ნაწილი აქვს გავლილი, მათთვისაც შესაძლებელია პროფესიულ განათლებაში ჩაბმა, მაგრამ ეს ის კატეგორია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ვერც მოხდეს, მაგრამ რაღაც პროფესია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ არა მოწყალება გაიყონ, არამედ ის ფული, რასაც იღებენ, ღირსეულად თავიანთი შრომის საფასურად მიიღონ, მაგრამ ამასაც დიდი შრომა სჭირდება მათ
რომ გაიგონ, რომ ბევრად უფრო ღირსეულია, შედარებით ნაკლები, მაგრამ საკუთარი შრომით და საკუთარი გამოცდილებით. შეიძლება ის უნდა დავანახოთ, ანუ ჩვენ ახალი პროგრამა ვართ, ესე რომ ვთქვათ. ანუ დღესდღეობით ჩვენ განვითარდებით და თქვენი კითხეთ რა ხანგრძლივობით ამაზე ჩვენ პასუხი არ გაგვიცია, რომ როდის რჩება გესმის რომ ეს გაიხსნა და ასე შემდეგ და ამაზე აღარ მივედით რაღაც ბოლომდე. ეს არის უკვე სახელმწიფო პროგრამა და შესაბამისად ეს აღარ არის მიბმული რომელიმე კონკრეტულ პროექტზე. ეს იქნება ისეთივე მდგრადი, რამდენიც არის, როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო სისტემები, ზოგადად ამ კუთხეს და ასევე დონორი ორგანიზაციების თანადაფინანსებაც ხელს უწყობს, რომ კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. კიდევ ერთხელ ძალიან ხშირად მოდის კრიტიკა ამ კომპონენტის მიმართ, მოვისმენთ, არის ხოლმე რომ კი, მაგრამ ეს თანხა დაიხარჯა ეს გარემოდა, მაგრამ პრობლემა მოუგვარებელი რჩება. კიდევ ერთხელ ვიტყვი აქაც და ალბათ ყველგანაც იმას, რომ ჩვენ წელიწად ნახევარში და 2 წელიწადში ვერ აღმოვფხვრით ზიანს, რომელიც 20 წლიანია. დღესდღეობით ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ბავშვებისათვის მაგრამ უნდა ვიყვანოთ ეს რისკები და ის რომ სისტემაში აღარ გაჩნდნენ ახალი ბავშვები თანდათანობით. აი ეს არის, თორე ის რომ თქვათ ჩვენ ამას გადავჭრით, აი 2 წელიწადს მე და თქვენ შევხვდებით ამაზე ვისაუბრებთ და ეს პრობლემა აღარ არსებობს, ეს არის აბსოლუტური უტოპიური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ვერც მე, ვერც ქალბატონი მარი და ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც ამ პროგრამაში არის ჩართული, ნამდვილად ვერ გეტყვით ამას. ამიტომ საზოგადოების წევრებმაც, მეც, თქვენც და ნებისმიერმა იმ ადამიანებს ძალიან კარგად უნდა გაითავისოს, რომ ყველა ეტაპზე, სადაც შეგვიძლია იქ გაუწიოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია, ეს იქნება სკოლაში, ეზოში, ქუჩაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, თუნდაც ჩვენი მიმღებლობით. და შემდგომ უკვე ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად იქნება, ვიდრე გასაგებია და მე გადაცემის ბოლოს მინდა დაანონსოთ კიდევ ერთხელ ქუჩა და ადგილი, სადაც შესაძლოა რომ თავადაც გაუჩნდათ სურვილი ქუთაისში. თავადაც გაუჩნდათ სურვილი, რომ მოვიდნენ, იქნებიყვნენ ასეთი გაბედულებიც და აუცილებლად გააჟღერეთ თუ შეიძლება. ეს გახლავთ 26 მაისის ქუჩაზე გალაგებული დღის ცენტრი ბავშვებისათვის. დიახ, მე იმეც ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს სიტყვები მინდა ტელემაყურებელსაც უთხრა, ყველაფერი კარგად იქნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ასე რომ იყოს ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქი ყოფილა ესეთი ბავშვების არსებობით და მე ნამდვილად მინდა რომ შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ყველაფერი მართლა აღმოიფხვრას და შედეგი გქონდეს. ტელემაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა, მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარი წერეთელი და World Vision საქართველოს წარმომადგენლობა ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია გელიაშვილი. დიდი მადლობა, წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად გემშვიდობებით. ნახვამდის.